გვინდოდა რომ პირადად გადაგვეცა ეს პატარა საჩუქრები ჩვენი მოხუცებისთვის, მაგრამ ვერანაირად ვერ მოხერხდა გადავაწყეთ საჩუქრები მანქანაში და ქალბატონი ლუდა თვითონ გადასცემს ამ საჩუქრებს ამ მოხუცებს. ჩვენ გვინდოდა საქველმოქმედო აქცია გაგვეკეთებინა სილამაზის სალონიდან. არც მოველოდით ესეთი რამე თუ დაგხვდებოდა, დავრეკეთ, ვიკითხეთ რა გაეხარდებოდათ ამ მოხუცებს, კოსმეტიკა, პარფიუმერია, ჩვენი თანამშრომლების სტილისტები თავისი ხელსაწყოებით წამოვიდნენ, რომ თმები შეეჯრათ ამ მოხუცებისთვის და 3 საათია ვართ პოსტზე, არც მიზეზგეობნებია, რატო არ გვიშვებენ, არც აი ვერ ვიგეთ, ნამდვილად დიდ გაუგებრობაში მოვყევით. მიგქონდა მხოლოდ ისეთი რაღაცები, რაც ვიცოდით, რომ მოხუცებს ერთ დღეს გაულამაზებდა. ტკბილეული, დღესასწაულიდან გამომდინარე, ხატები თითოეული მოხუცისათვის და ჰიგიენის საშუალებები, ანუ შამპუნები, დუშგელები და ასე შემდეგ. მეტი არაფერი აბსოლუტურად სხვა. გაურკვევლობაში აღმოჩნდით ერთადერთი მიზეზიც კი ვერ გვითხრეს რა შეიძლებოდა ხელი შეეშალა ჩვენს მსვლას მოხუცებულობამდე. საღდგომოდ გააქტიურდა ჩვენთან ხანდაზმულთა თავშესაფართან მომსვლელების მსურველები, მაგრამ არის შეზღუდვა. თითქმის არავის არ უშვებენ ჩემთან თავშესაფარში. გუშინ 40 იყო ერთ-ერთი ხანდაზმულის, ვინც გარდაიცვალა აქ სოფელში და ვლადიკავკაზის ნომრებით, მანქანებით, რუსული ნომრებით შეუშვეს, ყველას უშვებენ და ჩემთან მომსვლელს აბსოლუტურად არავის არ უშვებენ. ჩემ მოხუცდა. მე დღემდე არ ვიცი რა არის მიზეზი იმისა, რომ აი ჩემი თავშესაფარი გახდა უკვე ციხე, ასე მგონია რომ უკვე პატიმრები მყავს და არა მოხუცები და არავის არ უშვებენ ჩემთან და მე მოვითხოვ თელ საზოგადოების ჩართვას და მე მითხრა მიზეზი, რატომ არის ჩემ თავშესაფარში შემოსვლა შეზღუდული, სრული სიმშვიდეა სოფელში, აბსოლუტურად არ შეინიშნება არც რუსი და არც ოსი არავინ. სოფლის ბოლოში დგას ქართული პოლიცია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იცავს სოფელს და მე მაინტერესებს რა არის საშიშროება, თუ მე დავაშავე რამე, რომ ჩემ მოხუცებთან არ უშვებენ არავის. მოვითხოვ ყველასგან მთელი საზოგადოების ჩართულობას, მითხრან პასუხი, მაშინ ავდგები და დავხურავ თავშესაფარს. ის პატიმრები არ არიან, ისინი მოხუცები არიან.